თუ ახლა თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე მაკარაძემ აი აქ 9 აპრილის მემორიალთან დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შემიფარდა. ამ ვიდეოს იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმეს თავი შევაცოდო. ეს უფრო ალბათ საკუთარი თავისთვის და თქვენთვის, ძვირფასი საზოგადოებისთვის შეხსენება და პირობაა. რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ეს გზა ჩვენ ყველამ ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაროთ. ჩემთვის ამ სიმბოლურ ადგილას დგომა შემთხვევითი არ არის. აქ ამ ადგილას, სადაც 1989 წელს თავისუფლების წყურვილმა ტანკების შიშს ძლია, მე ყველაზე მკვეთრად გრძნობ ჩემი ოჯახის მემკვიდრეობას. ბრძოლა, რომელიც დღესაც გრძელდება, მხოლოდ ისტორიის წიგნებიდან ნასწავლი არ არის. ეს ჩემი ცხოვრებაა. ეს ბიძაჩემის გზაა, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. ეს მამაჩემის გზაა, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. და ეს დედაჩემის გზაც არის, რომელმაც შიშველ ხელებში მთელი აფხაზეთის ტერიტორია გადმომატარა და ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ დღეს მე აქედან თქვენ შემიძლია მოგმართოთ. ამ მიწაზე ჩემს ოჯახს სისხლი აქვს დაღვრილი. ოკუპანტმა სახლი ჩვენც წაგვართვა. ამიტომ ფრაზა ქვეყნის ბედი ჩემთვის მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს თვალით ნანახი და გულით ნაგრძნობი ჭრილობაა. იმაზე მეც რაც ბიძაჩემმა ამ ქვეყნისთვის გააკეთა, ალბათ მე ვერასდროს გავაკეთებ. ამ ფონზე იზოლატორში რამოდენიმე დღის გატარება ეს ყველაზე მცირედია, რაც ადამიანმა ქვეყნის თავისუფლებისთვის შეიძლება გააკეთოს. ამ ვიდეოთი ერთ ადამიანს მაინც მინდა შევახსენო. ჩვენი ძალა ერთობაშია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველები ერთი გუნდი ვართ. ჩვენი ქვეყნის შვილები და ჩვენ სიმართლეს ვერანაირი აღმართული კედელი ვერ დააბრკოლებს. მიყვარხართ და მალე შევხვდებით თავისუფალ საქართველოში.